მებით მესამე მაყურებელს ხო პირველი შემთხვევა არა მხოლოდ ჟურნალისტთან დაკავშირებით ზოგადად რომ Facebook სტატუსის გამო ადამიანი გაუშვეს პატიმრობაში 14 დღიან პატიმრობაში და ჩემი აზრით კარგად გამოხატავს ეს ამბავი ქართული ოცნების რეალურ შინაარსს რა ტიპის მმართველობაა ოღონდ თავარი აქ ის კი არ არის ქართული ოცნება რა ტიპის კრიმინალური ჯგუფია ეს ყველასთვისაც გასაგებია მე მინდა რომ ჯერ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ვახოს გამოუცხადო სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ტელეკომპანია ფორმულას ზოგადად მედიას ვისაც დევნის ბიძინა ივანიშვილი და ნებისმიერ ადამიანს ვინც არის ჩართული წინააღმდეგობაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ვისაც ემუქრება ბიძინა ივანიშვილი ვის გამოხატვის თავისუფლებას სიტყვის თავისუფლებას ზოგადად თავისუფლებას ემუქრება ეს რეჟიმი და ეს არ არის ერთეული ადამიანების პრობლემა ეს არის ამ სახელმწიფოს ამ ქვეყნის პრობლემა იმიტომ რომ მაგალითად როდესაც ჟურნალისტს იჭერ და პატიმრობაში უშვებ გამოთქმული სიტყვის გამო ეს არ არის მარტო ამ ინდივიდუალურად ერთი შემთხვევაში დამოკიდებულება რეჟიმისა მარტო ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს ძირს უთხრის საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, სინამდვილეში ამ ყველაფერს რატო აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ხო? გარდა იმისა, რომ იმედი აქვს, რომ ამ ტიპის რეპრესიული გადაწყვეტილებებით ადამიანებს აიძულებს, რომ გააკონტროლონ საკუთარი ლექსიკონი, აიძულებს, რომ გააკონტროლონ სიტყვა, რომელსაც ადამიანები ამბობენ და საბოლოო ჯამში მოკლას წინააღმდეგობა და პროტესტი ამ ქვეყანაში, ეს ერთი გამიზნულება, რა თქმა უნდა ივანიშვილის, ოღონდ ამის მიღმა კიდე სტრატეგიულ დონეზე მისი გადაწყვეტილება არის, რომ საქართველოს მოაშოროს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას, ეს არის მისი სტრატეგიული ამოცანა, რომელსაც რუსეთიდან იღებს ამ დავალებას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებებით ყველაზე უფრო მარტივია, რომ ქვეყანა ჩამოაშორო ევროპულ გზას, იმიტომ რომ იმ ქვეყნების ადგილი, სადაც ჟურნალისტებს აკავებენ, აპატიმრებენ, თავისუფლებას აღუკვეთავენ გამოთქმული მოსაზრების გამო სოციალურ ქსელში, აი ესეთი ქვეყნების ადგილი ევროპაში არ არის. ეს იცის კარგად ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ აკეთებს. ამიტომ ეს ვახოსანაიას ინდივიდუალური პრობლემა კი არ არის, ან ვახოსანაიას წინააღმდეგ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილება კი არ არის, მხოლოდ რეჟიმის მხრიდან. ეს არის საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთათვისაც საქართველოს ევროპული მომავალი არის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის ამ ტიპის ადამიანები მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერები კი არ არიან, ჯერ კიდე არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდათ ევროპული მომავალი, მართალია მცირე რაოდენობა, მაგრამ მაინც არსებობს ესეთი ხალხი, ვისაც უნდა რომ საქართველოს იყოს ევროკავშირის წევრი, ან ნატოს წევრი და პარალელურად გონია რომ ეს შეიძლება ქართულმა ოცნებამ შეასრულოს, რომელიც მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და აი ზუსტად ეგ ხალხი უნდა დაფიქრდეს ამ შემთხვევაზეც ზოგადად ვახოს შემთხვევაზეც კონკრეტულად და ზოგადადაც რატო აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს რატო დგამს ამ ნაბიჯებს და სინამდვილე არის ის რომ ივანიშვილის სტრატეგიული ამოცანა დავალება რომ საქართველოს არ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ამიტომ ვახოს შემთხვევასაც და ზოგადად იმ ადამიანების წინააღმდეგ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებებს რომლებიც წინააღმდეგობაში არიან უნდა შევხედოთ არა როგორც ინდივიდუალურ ანგარიშწორებას მხოლოდ თუმცა ესეც რა თქმა უნდა არის არამედ დიდ სურათში უნდა შევხედოთ როგორც ივანიშვილის მცდელობას რომ საქართველოს არასოდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი არ გახდეს ანუ ეს დიდი სურათის შეხედვაა რომელსაც დეპუტატი მაჭავარიანი ითხოვს ფართო კონტექსტს ანუ ფართო კონტექსტში შევხედოთ ამ ამბავს სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით სხვათა შორის დღეს იგივე დეპუტატი გიგა ლაპარაკობდა რომ ყველამ დაიცვას წესები, დაიცვას კანონი და ყველაფერი იქნება კარგად, ხო? ერთი შეხედვით ისეთი ფრაზა, რომელიც აი თქვათ როგორ გარემოში იქნებოდა რელევანტური, თქვათ ამაზე ლაპარაკი, რომ ხო აი დაიცავი წესი და არავინ არ შეგეხება. ანუ ეს არის თუ არა რეალობის აღქმა იმის გათვალისწინებით, თქვათ რა სურათის ჩვენ ამ ხრივ გვაქვს ქვეყანაში, ხო? იცით აი კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ დეპუტატს კი არ პასუხობს საზოგადოება მინდა იცოდეს. არა, ასე შესაძლოა სხვაებიც ფიქრობდნენ და ამიტომ ფიქრობ რომ ყველას უნდა უპასუხოთ. საზოგადოება მინდა იცოდეს რომ ფურცელზე დაწერილი ნებისმიერი წინადადება არ არის კანონი. იმისთვის რომ რაღაცა შინაარსი, ნორმატიული შინაარსი იქცეს კანონად, მას სჭირდება სხვადასხვა კომპონენტები და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის აღსრულების კომპონენტი. ნახეთ, იმისთვის რომ წინადადება ცნობილი იქნეს კანონად, ერთი მხრივ
ლეგიტიმური ორგანოს მიერ უნდა იყოს მიღებული ფორმალური თვალსაზრისით და ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი ნამდვილად არ არის ლეგიტიმური ორგანო, მას არავითარი საკანონმდებლო უფლებამოსილება არ გააჩნია სინამდვილეში. მაგრამ მეორე მხრივ ამ ჩანაწერებს უნდა კონდეს აღსრულების პრეტენზია. ანუ რაღაცა რასაც კანონს უწოდებთ, უნდა აღსრულდებოდეს. და ეს აღსრულება შეიძლება მოხდეს იძულებით, ან შეიძლება მოხდეს ნებაყოფლობით. ნებისმიერი ამ ტიპის ჩანაწერს არ უწერია პერსპექტივა აღსრულებისა, იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უარს აცხადებს ამ ტიპის რაღაც ჩანაწერების აღსრულებაზე, რასაც ეს ხალხი კანონს უწოდებს. ვახოსანაიას შემთხვევაც ეგ არის და კიდე უამრავი სხვა შემთხვევა არსებობს, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებიან იმ ეგრეთ წოდებულ კანონებს, რომელსაც ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი იღებს. ნორმები, რომლებიც მიმართულია არა მართლწესრიგის დაცვისკენ, არა რაღაცა საზოგადოების მთლიანობისკენ, არა კანონისმიერი მიზნებისკენ, არამედ მიმართულია ადამიანების ჩაგვრისკენ, ესეთ ნორმებს შესრულება არ უწერია. ეს არის გამორიცხული. პერსონიფიცირებული მიდგომისთვის, ხო? ბუნებრივია. ამაზე რა თქმა უნდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის აიასწელი განმარტება იყო, რატომ არ არის კავშირში, თქვათ, ეს ყველაფერი სამართლის აღსრულებასთან. თქვენ ხო კარგად იცით, რომ არის მაგალითად ბოლშევიკურ რუსეთში, საბჭოთა კავშირში არსებობდა უამრავი ეგრეთ წოდებული კანონი, ხო? ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი კანონი არსებობდა. რომლებიც ბუნებრივია, რომლებსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არავითარი შეხება არ ქონდათ. ანუ ის ფაქტი მხოლოდ რომ ვიღაცა რამდენი არიან არც მახსოვს, რაღაც 90, ხო მე მგონი ეს ვითომ დეპუტატები პარლამენტში, ვიღაც 90 ბოროტმოქმედი შეიკრიბა ძალით, მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, გააყალბა არჩევნები, იძალა საკუთარ ხალხზე, მერე შეიკრიბა და რაღაც სისულელეებს წერენ ფურცლებზე და მერე ამას კანონად ასაღებენ. ბუნებრივია, რომ აი ეს ამბავი ვერ აქცევს რეალურ კანონად იმ რეპრესიულ შინაარსებს, რომელსაც ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი იღებს. ამ რეპრესიულ ნორმატიულ შინაარსებს აღსრულება არ უწერია. გვაქვს უამრავი შემთხვევა, როდესაც მიიღეს ეგრეთ წოდებული კანონი და ის არ აღსრულდა და ესეც აიხლა ეს სოციალური მედიის კონტროლის სამმართველო რო შექმნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეგ მაგის მიზანი რა არის სინამდვილეში, ხო? აი რა არის? რატომ შექმნეს ეს სამმართველო? ხო უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ეგ შეკითხვა და ერთადერთი ამოცანა, რომელიც ამ ვითომ რაღაცა სამმართველოს აქვს სინამდვილეში არის თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. ეგ არის. გახსოვთ ფიქტიურად რომ ვიღაცა ვითომ თავისიანები დააჯარიმა ამ სამმართველო, ქოცები რამდენიმე ქოცის წინააღმდეგ ჯარიმის სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და დააჯარიმეს. ოღონდ იმ ქოცებს, ვისაც აჯარიმებს ეს სამმართველო, რამდენიმე ეგეთი შემთხვევა იყო ფიქტიურად, რომ მე ვიღაცა მოატყუონ, რომ ვითომ აი ჩვენიანებსაც ვაჯარიმებთ. სინამდვილეში იმ ჯარიმებს იხდიან ბიუჯეტიდან, რომელსაც იპარავენ, ანუ ქართველ ხალხს რო ჯიბეში ხელს ჩაუყოფენ და ამოაცლიან ფულს. აი იმით იხდიან იმ ჯარიმებს, მე თავისიანების ჯარიმებს და სამაგიეროდ ჟურნალისტს აკავებენ 14 დღით, პატიმრობაში უშვებენ 14 დღით. რის გამო თვითონაც არ იციან და თუ ვინმეს იმედი აქვს, არ ვიცი, საღიაზრი მან და არავის აღარ დარჩა ჩემი დაკვირვებით, მაგრამ აი რომც არ დარჩენოდეს, ხო, თუ მე მინდა უბრალოდ ძამ კაფეოდ იცოდნენ, რომ დაიჭირეს ვახოსანაია, იგივე შინაარსის წინადადება დაწერა და თქვა ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა. ამай ხა მოადგებიან ამ ადამიანებს დასაჭერად კიდევ უფრო მეტი ადამიანი იტყვის იმას, რის გამოც ვახოსანაია დასაჯეს და ეს არის სინამდვილეში ჩვენი ძალა. ივანიშვილი ვერ იგებს, რატო ვერ გატეხა პროტესტი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რატო ვერ ჩასვა ხალხი სახლებში, რატო ვერ გააჩუმა ეს ხალხი, რატო აგრძელებს ეს ხალხი Facebook-ზე პოსტების წერას, ვერ იგებს ამას და სინამდვილე არის ის, რომ ეს საზოგადოება და ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის დგას სოლიდარობაზე, დგას მხარდაჭერაზე, დგას ამათ არაღიარებაზე, დგას დაუმორჩილებლობაზე, იმიტომ რომ ამის მიღმა გამარჯვების გზა არ არსებობს და ეს ხალხი საქართველოს დათმობას არ აპირებს, ეს არის ფაქტი. ამიტომ თუ ვინმე დაზიანდება საბოლოო ჯამში ამ ტიპის რეპრესიული გადაწყვეტილებებით, ეს იქნება რა თქმა უნდა ივანიშვილის რეჟიმი, იმიტომ რომ აი მაგალითად მიკა გვარამიამ თქვა ძალიან სწორად, რომ
ჩვენ გაუძლებთ პატიმრობას, ჩვენ გაუძლებთ რეპრესიებს, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი ვერ გაუძლებს წნეხს და მათ შორის საერთაშორისო სანქციებს. იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არის ისტორიული სიმართლე, ჩვენ მხარეს არის ამ ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი, იმათ მხარეს არის რაღაცა გაუგებარი კარიერისტული ამოცანები და ფულის მოპარვის დაუოკებელი სურვილი და ასევე რუსეთიდან და ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე დავალებების შესრულება. ამიტომ ისინი ამ წნეხს ვერ გაუძლებენ, ჩვენ აუცილებლად გავუძლებთ და საბოლოო ჯამში მოიგებს ის, ვინც არ გატყდება და თუ ვინმე გატყდება, ეს იქნება ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი. გიგა, მადლობა. მადლობა თქვენ. გიგა ლემონჯავა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში, რეკლამაზე გავალთ და სხვა სტუმართან ერთად დავბრუნდებით, უკვე ანა ბუჩუკურს დაველაპარაკებით. ხომ იცით რომ ჩემი ოცნება კვადრო არის. ქარი რო გიბერავს თან სახეზე. მაგრამ გვერდზე უნდა გადავწიო. აღარ ყავს კვადრო. იმიტომ რომ ჩემი დის დაბადების დღე მოდის. მაინც სწორია, შენთას რო უყიდე ტელეფონი? დიახ, იგივე სიზამდი? დიახ. წამოვა ვნახოთ.